ალერგია მოსახლეობის მესამედის პრობლემა მაინც არის უკვე დღეს, არა და დამეთანხმებით, ხო, იყო პერიოდი, ჩემ ბავშვობაში ყოველ შემთხვევაში, ალბათ თითზე ჩამოსათვლილი იყო ასეთი ადამიანები. არა და დღეს მეორე თუ არა მესამე ასეთია. კლასიკურ მედიცინაში ასე ეძახიან ამას, მაგრამ მე როგორც ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ ეს არის ინტოქსიკაციის მესამე ეტაპი და ორგანიზმისთვის გამორეცხვის ეტაპი. ნახეთ, ჩვენ გაგვაჩნია ორი ცენტრალური ფილტრი. წყალშიხსნადი შლაკებისათვის თირკმელებია და ცხელშიხსნადი შლაკების გამოსატანად ღვიძლის გავლით დეფეკაციით გარეთ გამოდის, მაგრამ როცა ეს ორი ფილტრი იბიძნება და ვეღარ გამოდის, ერთვება ორი დამატებითი ფილტრი. ეს არის კანი და სასუნთქი გზები. და აბა გაიხსენეთ, ვისაც ალერგია გაქვთ, ან ერთზე გაქვთ, ან მეორეზე და ვისთანაც უკვე ძალიან ბევრი სიბინძურია, ორივე გაქვთ. ამიტომ გამოსავალი არის წმენდა.